ეს კვირის რეპორტაჟია, რომელსაც სტუდია GNS-დან ნანა ლეჟავა წარმოგიდგენთ. საღამომშვიდობისა. ქართველი ბიზნესმენების ლაშა და შალვა შანიძეების ოჯახი შეერთებულ შტატებში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს. ლაშა შანიძე წლების განმავლობაში 1000 წლეულის გამოწვევა საქართველოსთვის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი იყო. შემდეგ კი კერძო ბიზნესის წამოწყებას სცადა. ინტერვიუდან, რომელიც კალიფორნიაშია ჩაწერილი, თქვენ გაიგებთ, როგორც წყვეტენ შინაგან საქმეთა და თავდაცვის ყოფილი ministrები ვინ უნდა გაიმარჯვოს ტენდერებში. გაიგებთ, რა ნახეს შანიძეებმა ქართულ ციხეში. ნაციონალური გაკულაკების მორიგი ისტორია. ნახეთ ჩვენი რეპორტაჟი. საქართველოში ებრძვიან დამოუკიდებელ ბიზნესმენს, საქართველოში ებრძვიან თუ არა ხარ ვასალი დღევანდელი მთავრობის, შენ გებრძვიან. და შენ თუ არ ახორციელებ პროცესებს და პროექტებს მათი დავალების შესაბამისად, შენ ხარ მათთვის მიუღებელი. 35 წლის იურისტი ლაშა შანიძე ამ განცხადებას კალიფორნიიდან აკეთებს. ამერიკაში ოჯახთან ერთადაა და პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს. თუმცა მანამდე საკმაოდ წარმატებული კარიერა საქართველოში გაიკეთა. ამერიკული განათლების მიღების შემდეგ საქართველოში 2004 წელს დაბრუნდა და ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტის 1000 წლეულის გამოწვევა საქართველოს ფონდის აღმასრულებელი დირექტორი იყო და ამერიკის მთავრობის დახმარებას ანაწილებდა. ამბობს, რომ ამ პოსტზე 3 წელზე მეტხას მუშაობის შემდეგ მთავრობამ იძულებული გახადა თანამდებობა საკუთარი სურვილით დაეტოვებინა და ბედი კერძო ბიზნესში ეცადა. ქვემო ქართლში მარნეულის რაიონში მდებარე ბაბაკიარის საცემენტე კირქვის საბადო ლაშა შანიძის და მისი ამერიკელი და ფრანგი პარტნიორების ბიზნესი უნდა გამხდარიყო. ლაშა ყვება, რომ ბიზნეს პროექტს ისინი 9 თვის განმავლობაში ამზადებდნენ. ამერიკულ მხარეს გავლენიანი ამერიკული საინვესტიციო კომპანია ფაიერბერდი წარმოადგენდა. ეკონომიკის სამინისტრომ კირქვის მოპოვების ლიცენზიაზე აუქციონი გამოაცხადა, რომლის საწყისი ფასით $3 მილიონი იყო. თუმცა აუქციონამდე რამდენიმე დღით ადრე სიტუაცია მოულოდნელად შეიცვალა. ვანო ვერაბიშვილი მირეკავს მის შუამავლის მეშვეობით და მეუბნება, რომ შენ არ უნდა მიიღო მონაწილეობა ამ კონკრეტულ აუქციონში, რომელიც იმართება საქართველოში ხვალ. კი რატო, რა მიზეზით, რატომ არ უნდა მიიღო მონაწილეობა? რა შუაშია შინაგან საქმეთა მინისტრი და აუქციონი, რომელიც იმართება კირქვის საბადოსთან დაკავშირებით. რა შუაშია? შესაბამისად შუამავალს გადავეცი მე, რომ ჩემთვის მიუღებელი და გაურკვეველია, რატო უნდა იყოს ჩართული შინაგან საქმეთა მინისტრი აუქციონში მონაწილეობა არ მონაწილეობის განსაზღვრაში და მე მას გადავეცი უარი, შუამავალმა გადმომცა, რომ მერაბიშვილს ყავს შერჩეული კომპანია, რომელიც არის რაკინი, გახსოვთ ახლა რაკინი ყველა პროექტებში მაშინ მონაწილეობდა და რატომღაც რაკინს მოუნდა ამ საბადოს მიღება ვინაიდან. ლაშა შანიძე პირად საუბარში ამბობს, რომ შუამავალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაშინდელი უფროსი გიორგი არველაძე იყო, რომელიც დღეს ტელეკომპანია იმედს ხელმძღვანელობს. შუამავლის სიტყვები არ გაითვალისწინეს და აუქციონში მონაწილეობა მაინც მიიღეს. აუქციონზე რაკ ინვესტმენტის შვილობილი ინდური კომპანია პიონერ ცემენტის წარმომადგენელიც გამოცხადდა. თუმცა ლიცენზია $6,800,000 ლაშა შანიძის რუგე კაპიტალმა ამერიკელ პარტნიორებთან ერთად შეიძინა. პრობლემები რამდენიმე დღეში დაიწყო. როდესაც ჩვენ მივდივართ ლიცენზიის ასაღებად, გამარჯვებული ჩვენ ის თანხა, რომელიც იმ თანხით, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ ეს აუქციონი, რომ უნდა მივიღოთ ლიცენზია, ეკონომიკის სამინისტრო გვეუბნება, რომ ეს ლიცენზია პირობები არის შეცვლილი. ანუ თქვენ ერთის მხრივ მიიღეთ აუქციონში მონაწილეობა განსაზღვრული პირობებით, რაც იყო 18 თვის განმავლობაში უნდა გადაგვეხადა $6,800,000 დაფიქსირებული თანხა, რაც ჩვენ მოვიგეთ. მათ გითხრეს, რომ თქვენ უნდა დაფაროთ ეს თანხა 3 თვეში. არ გვაინტერესებს. ეს იყო მეორე შოკი ჩემთვის ახლა, რას ნიშნავს, რომ აუქციონში კონტრაქტით განსაზღვრული პირობით მონაწილეობთ 18 თვიანი ვადა გაქვს მოცემული და ეკონომიკის სამინისტრო გიცვლის პირობას მას შემდეგ რაც შენ მოიგე. მე ამაზე მაქსიმალური განგაში ავტეხე. იმისთვის, რომ აუქციონში მიეღოთ მონაწილეობა, შანიძის კომპანია რუგე კაპიტალს ამერიკელ პარტნიორებთან ერთად ლიცენზიის საწყისი ფასის 15%, $450,000 უკვე ჰქონდა ბანკში შეტანილი დეპოზიტის სახით. აქედან ნახევარი ამერიკულმა მხარემ გადაიხადა. ნახევარი რუგე კაპიტალს უნდა ჩაერიცხა. ვინაიდან ამას 2008 წლის აგვისტოს ომი დაემთხვა და ბანკები კრედიტს არ გასცემდნენ, შანიძის კომპანიამ კერძო სესხი $300,000 მეორე შეპესესგან, საქნავთობ სამგორისგან აიღო, რომლის დირექტორიც მამამისი შალვა შანიძე იყო. შალვა შანიძეც ბიზნესმენია და ის საქართველოში კია მოტორსის დამფუძნებელია. მთავრობის ზეწოლის შედეგად და მისი მუქარის შედეგად ამერიკულმა მხარემ უარი განაცხადა საერთოდ ინვესტიციაზე
და ეს $450,000, რომელშიც 225,000 ჩემი მხრიდან იქნა შეტანილი როგორც ვალი აღებული ვალი და 225,000 მათი ჩადებული თანხა საქართველოს მთავრობამ მიითვისა და უარი განაცხადა ამ პროექტის ამ თანხის დაბრუნებაზე. ერთის რომ გითხრა რომ ჩვენ არ გიბრუნებთ ამ თანხას, იმიტომ თქვენ არ გადაიხადეთ ჩვენი შეცვლილი პირობებით თქვენი თანხა, 4 თვეში გაგვიუქმა 9 თვის მაგივრად ლიცენზია და გადასცეს ეს ლიცენზია ისევ იმ პირველად შერჩეულ კომპანიას, რომელიც აუქციონში თავიდან გაფრთხილებული ვიყავი, რომ არ უნდა მიიღო მათ წინააღმდეგ მონაწილეობა. ამის შემდეგ შანიძის კომპანია რუგე კაპიტალი სასამართლო დავას იწყებს ეკონომიკის სამინისტროსთან. ამას მალე კიდევ ერთი სასამართლო დავა დაემატება, ამჯერად ფინანსთა სამინისტროსთან და მიზეზი ისევ ტენდერი გახდება. შანიძე ახალ ბიზნეს პროექტს იწყებს. ქვეყნის მასშტაბით ლატარიის ორგანიზებისა და გამართვის ლიცენზიის მოპოვებაზე საერთაშორისო ტენდერი ცხადდება. ის ამ პროცესში ინდურ-ამერიკულ კონსორციუმთან ერთად ერთვება, მაგრამ პროცესს ისევ გიორგი არველაძის ზარი აჩერებს. დღეს კი ჟურნალისტების სატელეფონო ზარს გიორგი არველაძემ არ უპასუხა. კეჟერაშვილი შუამავლით და კეჟერაშვილთან შეხვედრის შემდეგ მე მთხოვენ რომ ამ აუქციონში მონაწილეობა არ მივიღო, ვინაიდან ეს აუქციონი წინასწარ არის განსაზღვრული ვინ უნდა მოიგოს. ტენდერი გადაწყვეტილია რომ კეჟერაშვილმა უნდა წაიღოს. კეჟერაშვილს კიდე ეს კონკრეტული პროექტი ჭირდება იმისთვის რომ თბილისის მერიის არჩევნებისთვის და სხვადასხვა პოლიტიკური ქმედებებისთვის დაფინანსება მოიზიდოს. ეს არის ლატარიისთვის განსაზღვრული გეგმა. მე მეკითხები მათ თუ ეს ამისთვის გაქვთ განსაზღვრული, მაშინ რატო აცხადებთ ეკონომისტში და საერთაშორისო გაზეთებში და ჟურნალებში ტენდერს? ნუ ეს დემოკრატიული თამაშია. მე ვუთხარი რომ მე ვერანაირად ვერ აუხსნით ჩემ ამერიკულ პარტნიორებს, რატო არ უნდა მიიღონ ამ აუქციონში მონაწილეობა, ამ ტენდერში მონაწილეობა და ვერ დავასახელებ იმას, რომ საქართველოს მთავრობა ერთის მხრივ აცხადებს აუქციონს, ტენდერს და მეორე მხრივ გაფრთხილებს, რომ ტენდერში მონაწილეობა არ მიიღო. მაშინდელმა ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა ტენდერში მონაწილე შანიძეს და მის პარტნიორებს დისკვალიფიკაცია იმიტომ მისცა, რომ მათ მიერ შერჩეული სახალხო ბანკი ქმედით უუნაროდ მიიჩნია. ფინანსთა მინისტრის მოადგილე, რომელსაც ეს პოსტი ბაინდურაშვილის დროსაც ეკავა, შანიძის გვარს საერთოდ ვერ იხსენებს. ვინ არის ლაშა შანიძე? 1000 გამოწვევის პროექტის აღმასრულებელი დირექტორი. პირველად 2019 წელს დააკავეს. პანიერი არის. არა, საერთოდ არც ლაშა შანიძე. ლაშა შანიძეს არც თავისუფლად. რამდენიმე თვიანი ძიების შემდეგ შემოსავლების სამსახურმა ერთდროულად რამდენიმე კომპანიის ხელმძღვანელი დააკავა, მათ შორის მამაშვილის შანიძეები. მათ სახელმწიფო ქონების მითვისება შეედებათ ბრალი. სასამართლო პროცესების პარალელურად 2009 წლის 13 ოქტომბერს შემოსავლების სამსახური მამაშვილ შანიძეებს აპატიმრებს და მათ ორთვიან წინასწარ პატიმრობას უსჯიან. საქმე დიდი ოდენობით თანხების მითვისების ბრალდებით აღიძრა, თუმცა ლაშა და შალვა შანიძეებს ბრალი ამ დრომდე არ უღიარებიათ. შემდგომში მითვისების მიზნით კანონდარღვევით დადგენილზე დაბალი საპროცენტო სარგებლით და ყოველგვარი ქონებრივი უზრუნველყოფის გარეშე გადასცეს სახელმწიფოს კუთვნილი $300,000 ოდენობის თანხა, რაც შემდგომში მათ მიითვისეს და დღემდე ეს თანხა ანაზღაურებული არ არის. მიუხედავად საქმის რეზონანსულობისა, გამომძიებლები რუგე კაპიტალის ოფისში არც კი გამოჩენილან. საჯარო რეესტრის ამონაწერში ვკითხულობთ, რომ რუგე კაპიტალის დირექტორი ცნობილი ბიზნესმენი ფადი ასლია. ეს არის წერილი, რომლითაც ფადი ასლი შალვა შანიძის კომპანიას მიმართავს და ვალის გადავადებას ითხოვს. ამ დროს რუგე კაპიტალს უკვე დაბრუნებული აქვს $75,000. არც გამოძიება და არც შემდგომ სასამართლო ფადი ასლით არ დაინტერესებულა. ის არც კი დაუკითხავთ. მე არც მეწილე ვარ და არც გენერალური დირექტორი. რუგე კაპიტალში აღარაფერი მესაქმება. მე ვიყავი რუგე კაპიტალის გენერალური დირექტორი. ეს თანამდებობა დიდი ხნის წინ დავტოვე. დაახლოებით 5-6 თვეა უკვე. მამაშვილმა შანიძეებმა კი გლდანის საპყრობილეში 50 დღე გაატარეს. შემდეგ კი მათ გირაოს $500,000 გადახდა დააკისრეს. ციხეში გატარებულ დღეებს ლაშა შანიძე ახლა ამერიკიდან იხსენებს. აღმოჩნდი 20 კვადრატულიან ოთახში, სადაც იმყოფებოდა 30 ადამიანი, რომელსაც არ ქონდა არც ჰაერი, რომელსაც არ ქონდა დასაჯდომი, რომელსაც თავზე აწყვეტებდა წყალი, რომელსაც ქვის იატაკზე იყო სრული სისველე, ადამიანები, რომლებიც ითხოვდნენ შველას, მათ ცემდნენ. ადამიანები, რომლებიც ითხოვდა ჰაერს, მათ ცხოვრებას უსპობდნენ. ადამიანები ჩემ თვალწინ გონებას კარგავდნენ. ადამიანები ჩემ თვალწინ გულის ინფარქტით ვარდებოდნენ ძირს. ადამიანები ჩემ თვალწინ იხოცებოდნენ და მათ კიდე დამატებით წიხლს კრავდნენ თავში. ეს არის ქართული ციხის რეალობა. ჩემ თვალწინ
ერთი ადამიანი იყო და ერთი ადამიანს ჰქონდა ტრომბი ფეხის, რომელსაც შემოდიოდნენ მაინდა-მაინც ფეხში ცემდნენ. მეორე ადამიანს ჰქონდა გულის ინფარქტით შემთვალწინ, რომელსაც ასპირინით უვლიდნენ. 50 დღის განმავლობაში ისინი ზეწოლას მიკეთებდნენ, რომ მეღიარებინა დანაშაული, ეს აბსურდული დანაშაული. რა ეს აბსოლუტური უარი განვაცხადეთ, მეც და მამა ჩემმაც. შემდგომ ამერიკული მხარე ჩაერთო, ჩვენ ზეწოლა მოხდა ამერიკული, როგორც ჩვენი საქართველოს ამერიკელი მეგობრებისგან, რომელსაც საკმაოდ სოლიდური და მნიშვნელოვანი ფაქტორი უჭირავს საქართველოს მთავრობაში დღეს, საბედნიეროდ. მათ მიიღეს აქტიური მონაწილეობა იმისთვის, რომ ჩვენ გამოვეყვანეთ ციხიდან, ჩვენ გადავგვარდევინეს გირაოთი გათავისუფლებული ლაშა შანიძე ამერიკაში სამკურნალოდ გაემგზავრა და მოგვიანებით პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა. დედმამამ კი ქვეყნის დატოვება აზერბაიჯანის საზღვრის გავლით მალულად შეძლეს. ქართულმა სასამართლომ მათ 2011 წლის ოქტომბერში 8 და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მამაშვილს შესაბამისად 500 და 600.000 ლარის გადახდაც დააკისრეს. დაყადაღებულია შანიძეების ქონება. აუქციონზე გასაყიდად გააქვთ მათი საცხოვრებელი სახლით შანიძის ქუჩაზე. სასამართლო პროცესის გამართვის შესახებ არაფერი იცოდა მათმა ადვოკატმა, რომელიც ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს. ნაციონალურ ელიტას კი შანიძეებისთვის საბოლოო განაჩენი უკვე გამოტანილი აქვს. ამ პიროვნების მიმართ აღძული იყო სისხლისამართლის საქმე, ის იყო გარკვეული კორუფციული გარიგებებში მონაწილე, არა მხოლოდ ის მისი ოჯახის წევრებიც იყვნენ ამ გარიგებებში ჩართული, როგორც ჩემთვის არის ცნობილი. შესაბამისად, პროკურატურამ გაატარა ყველა ის ღონისძიება, რაც ასეთ შემთხვევაში კორუფციული სქემების გამოვლენისა და აღკვეთისთვის ტარდება. რაც შეეხება იმას, თუ რა ინფორმაცია აქვს მას, რომელიმე მაღალჩინოსანის მხრიდან კორუფციულ გარიგებაზე, ამაზე ვერანაირ ასე ვთქვათ, ინფორმაციას ვერ ვფლობ, შესაბამისად თუ გახდება ჩვენთვის ცნობილი, ეს ინფორმაცია ბუნებრივია რეაგირება მოხდება. ეს ისევ ბაბაკირია, ადგილი საიდანაც კირქვის ლიცენზიის მოპოვებაზე რაკინს და მის პიონერ ცემენტს ვანო მერაბიშვილი ლობირებდა. თუ ეკონომიკის სამინისტროს დავუჯერებთ, პიონერ ცემენტს მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში 150 მილიონის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა. 100 ჰექტარ ფართობზე აეშენებინა უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ცემენტის ქარხანა და მინიმუმ 350 ადამიანი დაესაქმებინა. თუმცა ეს ადგილი დღესაც უკაცრიელია, რასაც ადგილობრივი მცხოვრებლებიც ადასტურებენ. არ მსმენი არ მინახავს, რომ იქ რამეს აშენებენ. არაფერს აშენებენ. მით უმეტეს ახლა ისეთი ზამთარია, ვინ ააშენებს. ზუსტად ვიცი, ჯერ არაფერია. თუ უნდა დააშენონ, ვინ უშლის ხელს. წავთ ვიმუშავებთ, ხომ უნდა დავსაქმდეთ სადმე. გაკულატებულ შანიძეებს გაუმართლად. ისინი კალიფორნიიდან ადევნებენ თვალს საქართველოში მიმდინარე პროცესებს. ეს აშკარად სჯობს გლდანის ციხიდან ქვეყნის აღმშენებლობის ცქერას. ასეთი ბედის კი ქვეყანაში ბევრი ბიზნესმენი და მეწარმე აღმოჩნდა. თუმცა მათი უმეტესობა შანიძეების მსგავსად პრობლემებზე ხმამაღლა საუბარს ერიდება, რადგან გლდანის ციხე ამერიკასავით უსაფრთხო ნამდვილად არაა. და მე გამიკვირდება დღეს თუ ვინმე დღეს საქართველოში დღეს ისევ ჩადებს ინვესტიციას ამ პირობებიდან გამომდინარე. მე მეწოდება და მე სოლიდარობას უცხადებ ყველა ქართულ ბიზნესმენს, რომელიც დღეს იმყოფება დაკავებული ციხეში. მიუხედავად ამგვარი ისტორიებისა, ნაციონალურ არხებზე მაინც ყველაფერი ვარდისფერია. ნათია თოიძე მოგიყვებათ, როგორ იქმნება სამ სატელევიზიო არხზე ერთნაირი საინფორმაციო ბადე, ერთნაირი სიუჟეტები. რატომ წერენ სამი განსხვავებული ტელევიზიის ჟურნალისტები ერთი და იგივე რესპონდენტებს. ნახავთ კვირის რეპორტაჟის ექსკლუზივსაც, მთავრობაში დაწერილ და დაგეგმილ სიუჟეტებს, რომელიც შემდეგ იქ იგზავნება, სადაც ახალ ამბებს აკეთებენ. ტელესიუჟეტის გეგმა, რომელსაც ახლა თქვენ ეკრანზე ხედავთ, მთავრობის კანცელარიაშია მომზადებული. თავის დროზე ის ნაციონალური ტელევიზიების პროდიუსერებს დაეგზავნათ. გეგმაში დეტალურად არის გაწერილი, როგორ უნდა მოამზადოს სიუჟეტი ტელეკომპანია რუსთავიორის გადაცემა პოსტსკრიპტუმის რედაქციამ. მთავრობაში უკვე ნაპოვნი ჰყავთ სიუჟეტის მთავარი გმირი. აღწერილი აქვს სიუჟეტის ბექგრაუნდი. თუ რა სტატისტიკა შეიძლება გამოიყენოს ჟურნალისტმა და ვისთან შეიძლება ამ თემაზე ინტერვიუების ჩაწერა. სიუჟეტის ამ გეგმასთან ერთად ინგო როყვას 7 ნომრიდან, სადაც მთავრობის კანცელარია მდებარეობს, კიდევ 20-მდე გეგმაა გამოგზავნილი.
თელევიზიონის სოფელ ნაფარელში ვარდის ზეთის წარმოებელი ქარხანა გაერთიანდა. ვარდის ზეთის წარმოება საქართველოში არც თუ მცირეხნოვანი ტრადიცია აქვს, თუმცა საბოლოოდ მთავრობის მიერ შერჩეული ვარდის პლანტაციებში მოფუსფუსე გმირი ვაჟა ლეშქაშელი რუსთავიორისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მოხვდა. მართალია კონკრეტულად ამ სიუჟეტის თემა პოლიტიკური არ არის და ის საქართველოში ვარდის ზეთის წარმოების პერსპექტივებს ეხება, თუმცა ზოგადად წარმოდგენას ქმნის, როგორ კეთდება სახელისუფლებო არხების ვარდისფერი ჟურნალისტიკა. რატო ვერ მოახერხა საზოგადოებრივმა მაუწყებლებმა მთელი ღამის განმავლობაში ერთი დაზარალებულის ერთი რეპორტაჟი საავადმყოფოდან. ერთი ისეთი ფაქტის ჩვენება მაინც, სადაც პოლიციელი ურტყავს შეუიარაღებელ მომიტინგეს. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი 2 წლის განმავლობაში იყო და შიდა სამზარეულოს კარგად იცნობს. თუმცა ზუსტი პასუხი კონკრეტულად ვინ განსაზღვრავს საინფორმაციო პოლიტიკას სამნაციონალურ ტელეარხზე არ აქვს. შორენა შავერდაშვილის აზრით პასუხს ამ კითხვაზე თავად ნაციონალური მაუწყებლების ეთერი იძლევა. თითქმის ერთნაირი საინფორმაციოები, თემები, ქრონომეტრაჟი, რესპონდენტები, ტყუპის ცალივით იდენტური პოლიტიკური გზავნილები. როდესაც სიუჟეტების თემების წყობა, ქრონოლოგია, ქრონომეტრაჟი, აქცენტები, საერთო კონტექსტი, საკითხები, აბსოლუტური რაღაც თითქმის აბსოლუტური სიზუსტით გავს ერთმანეთს, ხო, რა თქმა უნდა, აქ შდება კითხვა, რომ ხო არ არის შეთანხმებული მთლიანად საინფორმაციო პოლიტიკა სამივე ნაციონალურ მაუწყებელზე, ხო? იმიტომ რომ წარმოუდგენელი ერთფეროვნება აი ამ თვალსაზრისით და წარმოუდგენლად გავს ეს საინფორმაციო გამოშვებები ერთმანეთს. ოფიციალური ინფორმაციით რუსთავიორი და იმედი კერძო ტელეკომპანიებია. მათი რეალური მფლობელების ვინაობა გასაიდუმლოებულია. საზოგადოებრივი მაუწყებელი კი გადამხდელების ფულით, ბიუჯეტიდან ათეულობით მილიონი ლარით ფინანსდება. რატომ უნდა ჰგავდეს ამ სამი არხის სიუჟეტები გაჭრილი ვაშლივით ერთმანეთს? ცხენის ხორცზე დამზადებული ხინკალი და სამართალდამცავების გაშიფრული სქემა. ცხენისა და ვირის ხორცი ქართულ ბაზარზე. ცხენის ხორცი ნახევარ ფაბრიკატებში. 3 ნოემბერს სამივე არხზე ერთ-ერთი აქტუალური თემა ცხენის ხორცით ვაჭრობა იყო. სამივე არხს ამ სიუჟეტში ერთი და იგივე კადრები ჰქონდა გამოყენებული და ერთი და იგივე რესპონდენტები ჰყავდა ჩაწერილი. არავით არის კონტაქტი მაგას. ერთი ხელის მოსმით არის ნაციონალური მაუწყებლების საინფორმაციო პოლიტიკა დაგეგმილი და შესაძლოა ძალიან კონკრეტული, ასე ვთქვათ, მითითებებითაც. ძალიან რთული ამის დამტკიცება და დასაბუთება, როდესაც ასე ვთქვათ, შენ ხელში არ გიჭირავს, ხო, რაღაცა კონკრეტულად შეგვიძლია რომ ვერ ამხელ, მაგრამ ეს ჩანს ხოლმე ეთერში. ჟურნალისტი ეკა ფირცხალავა საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო პროგრამა მოამბის ერთ-ერთ პროდიუსერად 2007 წელს მუშაობდა. დღეს იგი ფონდღია საზოგადოება საქართველოს მედია კონსულტანტია. ეკა იხსენებს, რომ ჯერ კიდევ მაშინ აუცილებელი მოთხოვნა იყო მოამბეში სიუჟეტების თანმიმდევრობა კურიერის თანმიმდევრობასთან მთხოვოდა. ჩემი წამოსვლის ერთ-ერთი მიზეზი ამ არხიდან იყო სწორედ ეს, რომ ჩემგან ფაქტიურად როგორც პროდიუსერიდან ითხოვდნენ ზუსტად იგივე გამოშვება მქონოდა, როგორც რუსთავიორს. ანუ სწორება იყო რუსთავიორზე. რომ გაგუკეთებინა განსხვავებული თემები, განსხვავებული ქონოდა გამოშვება, ამის საჭიროება მე ვერ დავინახე. შეიცვალა თუ არა ეს სიტუაცია 4 წლის შემდეგ. თქვენ ახლა ხედავთ მოამბის, კურიერის და ქრონიკის 9 ნოემბრის გამოშვებების სიუჟეტების თანმიმდევრობას. 7 სიუჟეტიდან 6 თემა ერთმანეთს ემთხვევა. ნაციონალური დაფარვის ტელეარხებმა ზუსტად ერთნაირი გზავნილები გაახმაურეს ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტის შემდეგ, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი და არასდროს ისე ახლოს არ ყოფილვართ ალიანსის წევრობასთან, როგორც დღეს. ყველაზე შორს ამ მიმართულებით მაინც სამაუწყებლო კომპანია რუსთავიორი წავიდა. 9 ნოემბრის 6 საათიან კურიერში გადაიცა ინფორმაცია
ბრიტანულ BBC-ზე გასული სიუჟეტის შესახებ, რომელშიც კურიერის თარგმანით მხოლოდ სააკაშვილის ხელისუფლების მიღწევებზეა საუბარი. ანდრეს ფოგ რასმუსენის ვიზიტამდე რამდენიმე საათით ადრე BBC ჟურნალისტები აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის უპირობოდ პროდასავლურმა მთავრობამ კორუფცია დაამარცხა და ქვეყანაში დანაშაულის რიცხვი შეამცირა. სინამდვილეში BBC-ს ჟურნალისტი დემიენ მაკგინესი სიუჟეტში სულ სხვა და უფრო მნიშვნელოვან რამეს ამბობს. NATO doesn't want to take on a new member that might drag the alliance into a war with Russia. ჩვენ შევეცადეთ კურიერის პროდიუსერ გიორგი ლაფერაშვილისგან გაგვეგო, როგორ, ვის მიერ და რა პრინციპებით ხდება რუსთავიორის საინფორმაციო პოლიტიკის დაგეგმა და ასეთი პასუხი მივიღეთ. კურიერის საინფორმაციო პოლიტიკასთან დაკავშირებით ჩვენი ეთერიდან მე მგონი ამწუხარ ინფორმაციის მიღება შეიძლება. რა თქმა უნდა, ჩვენ არც ერთ მოქალაქეს არ ვივიწყებთ. და ყველაფერს ნამდვილად ყველაფერს განხილვას არ ვაპირებთ ტელევიზიით. არის საკითხები, რომელიც მიუხედავად საჯარო ინფორმაციისა, ტელევიზიით განსახილველი არის. სააკაშვილის ამ განცხადების შემდეგ სამივე ნაციონალურ არხზე სომალიში დატყვევებული მეზღვაურების თემის გაშუქება 10 თვის განმავლობაში აკრძალული იყო. მას შემდეგ, რაც მეზღვაურების ვიდეო მიმართვა გავრცელდა, ტყვეების თემას 3 ნოემბერს სამივე მაუწყებელი გამოეხმაურა. ერთი და იგივე კადრებისა და ინტერვიუების გარდა აქ უკვე თვალშისაცემი იყო, რა დროს ჩასვეს მეზღვაურებზე სიუჟეტი. თემა მოამბესა და ქრონიკაში მე-11 სიუჟეტად გავიდა. საინფორმაციო გამოშვებების დაწყებიდან 44 და 45 წუთებზე. კურიერში კი მე-6 სიუჟეტად. გამოშვების დაწყებიდან 31 წუთზე. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან გახელაძე ამ დეტალებზე საუბარს საინფორმაციო სამსახურის შიდა საქმეებში ჩარევა დაფასებს. მაგას რა მნიშვნელობა აქვს, რომელ წუთზე მოხდა? ეს უკაცრავად ძალიან გთხოვთ. ეხლა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და არა, ეს არის ძალიან სენსიტიური საკითხი. ეს არის უკვე სარედაქციო პოლიტიკის საკითხი. მე არასდროს არ მივცემ ჩემ თავისუფლებას დავჯდე და ასე თქვა ჩაურთო ქრონომეტრი მაგალითად თქვენს ტელეკომპანიას და ასე თქვა ჩემთვის საინტერესო საკითხი თუ იქნა 44 წუთზე გაშუქებული, ხო? ჩემთვის მე მოქალაქეზე გულისხმობ, ხო? ეს ასე ვთქვათ მინუსში ჩაუთვალო თქვენ საინფორმაციო გამოშვებას. საზოგადოებრივი მაუწყებელი, მისი საინფორმაციო და პოლიტიკური პროგრამები არის ყველაზე უფრო დაბალანსებული და მიუკერძოებელი ტელემედია სივრცეში. მოამბის ყოფილი პროდიუსერი ეკა ფირცხალავა ასახელებს მმართველი ელიტის წარმომადგენლებს, ვინც მისი მუშაობის პერიოდში საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო პოლიტიკას განსაზღვრავდა. მათ შორის ერთ-ერთი საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მოამბის ყოფილი თანამშრომელი გოგა გაბაშვილია. როგორც მოსალოდნელი იყო, გაბაშვილმა ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყო. კარგად მახსოვს ეს აჭარის რევოლუციის პერიოდს ემთხვეოდა, მას შინ ზაზა შენგელია იყო ხელმძღვანელი და გიორგი არველაძე იყო ხოლმე მის კაბინეტში. დილიდან დაღამებამდე. დაახლოებით იგივე ხდებოდა უკვე შემდეგ, როცა უკვე თამარ კინწურაშვილი იყო ხელმძღვანელი. მე პირადად არც ამას შევსწრები ვარ, თუმცა ხა რასაც ირგვლივ საუბრობდნენ, რომ უფრო გოკა გაბაშვილზე იყო საუბარი, რომ ის უკვე კურირებდა ამ მიმართულებას და ლევან რამიშვილი იყო ერთ-ერთი, ვინც როდესაც თამარ კინწურაშვილი მოვიდა ტელევიზიაში, ის იბარებდა, ასე ვთქვათ, გასაუბრებებს ჟურნალისტებთან. სრული სისულელი. არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს შეფასებით, 3 ნაციონალური არხი არა მხოლოდ ერთნაირი საინფორმაციო პოლიტიკით გვანან ერთმანეთს, არამედ იმითაც, რომ არხებზე თითქმის ვერ შეხვდებით ხელისუფლებაზე მომზადებულ კრიტიკულ სიუჟეტებს. ანალიტიკოს მათიას ჰუტერს, რომელიც ქართულ მედია გარემოს სწავლობს, ერთნაირი საინფორმაციო გამოშვებები უჩენს ეჭვს, რომ ახალი ამბები პოლიტიკური დაკვეთით მზადდება. უფრო შესაძლებელია იმის თქმა, რომ ახალი ამბებიდან მაყურებელს შეუძლია გაიგოს ის თუ როგორ სურს გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფს წარმოაჩინოს რეალობა და არა ნამდვილი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება რეალურად ქვეყანაში. 2004 წლის 23 დეკემბერს მიღებული მაუწყებლობის შესახებ კანონის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სახელმწიფო ჩარევისგან დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებლობის ფორმირება იყო.
ეს იყო ვარდების რევოლუციის გზით მოსული პრეზიდენტ სააკაშვილისა და ახალი პარლამენტის მიერ მიღებული ერთ-ერთი პირველი კანონი, რომელსაც ტელემედიის სფეროში ძირეული ცვლილებებისთვის უნდა დაედო საფუძველი. სინამდვილეში 8 წლის თავზე ჩვენ მივიღეთ ზუსტად ისეთივე ვარდისფერი საერთო მაუწყებლები, როგორიც ხელისუფლებაა. ამბავი, რომელიც ნაციონალურ არხებს არ გაუშუქებიათ, სასჯელ აღსრულებით დაწესებულებაში კიდევ ერთი პატიმარი მოკლეს, ამჯერად ზუგდიდის რეფორმირებულ ციხეში. მურმან კალანდიას გათავისუფლებამდე 6 თვე რჩებოდა. ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ გარდაცვლილს ძალადობის კვალი ეტყობა. სასჯელ აღსრულების დეპარტამენტი კი ისევ დუმს. შემზარავი სტატისტიკა და შემზარავი პროტესტი ხელისუფლების გულგრილობის წინააღმდეგ. ნახეთ ზვიად თხელიძის რეპორტაჟის სამეგრელოდან. აგერ ასაფლია ჩემი ძმამდე. აგერ არის ჩემი ძმის და აგერ არის საწყალი და საფლავებული ძაღლების მოკლული, შეჭმული ძაღლების ნატანჯები. ზუგდიდის სასაფლაოზე 8 ნოემბერს დაკრძალეს. არადა თავისუფლებამდე სულ 6 თვე რჩებოდა. 51 წლის მურმან კალანდიას სასჯელის 2 წელიწადნახევარი უკვე მოხდილი ჰქონდა. პატიმარი მომავალი წლის 22 აპრილს უნდა განთავისუფლებულიყო და ახალი ცხოვრება დაეწყო. ოფიციალური ინფორმაციით, კალანდია 31 ოქტომბერს ზუგდიდიდან ქსნის ციხეში ეტაპირებისას გზაში გარდაიცვალა. ქუთაისის პროზექტურაში მურმანის დას უთხრეს, რომ მისი ძმა ეტაპირებისას სპეცმანქანიდან ჩამოსვლისას დაეცა, შემდეგ კი გულის შეტევა დაემართა. შევიყვანე თუ არაო, შეტევები მოუვიდაო. გამოვძახეო ექიმსო და ექიმმა ვერ მოუსწრო, ისე გარდაიცვალაო. ეს ასეთ მდგომარეობაში ზუგდიდიდან ჩამოიყვანესო, ჩამოტრეული ცხვირი და იგი შუბლი. იმიტომ რომ ემჩნეოდა, რომ სისხლი იყო ძველი. პატიმარ კალანდიას მოულოდნელი გარდაცვალების გამო მოკვლევა სახალხო დამცველის ოფისმა დაიწყო, რომლის წარმომადგენელს ზუგდიდის ციხის ადმინისტრაციამ მიაწოდა წინასწარი ინფორმაცია, რომ კალანდიას ქსანში ეტაპირება პატიმრის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო გადაწყდა. ციხის ექიმი ირწმუნება, რომ მურმან კალანდია ტუბერკულოზით იყო ავად. სრულიად საწინააღმდეგო სამტკიცებენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები. როგორც კი ჩვენ გვექნება ყველა აუცილებელი დოკუმენტაცია, ჩვენ შეგვეძლება უფრო დეტალურად ვისაუბროთ მომხდარი ფაქტის თაობაზე. მე ვიცი რომ ჩემი შვილი მაგრად ნაცემი მაგ გაუწევდა მათონაცემას მაგრად ნაცემი მაგრად განადგურებული ძალით მოკლული შეაგდეს მანქანაში და მიყავდა იმისათვის გადაიყვანეს რომ თავიდან მოეშორებინათ. გარდაცვლილი პატიმრის დედა 75 წლის ჟუნა კალანდია ზუგდიდის ციხის ადმინისტრაციას უკანონო და ცინიკურ მოპყრობაში ადანაშაულებს. შვილის გარდაცვალების დღეს დედა ზუგდიდის ციხეში დაახლოებით დღის 3 საათისთვისაც მივიდა. ჟუნა კალანდიას კანონით გათვალისწინებული პაემნით უნდა ესარგებლა, თუმცა ციხის თანამშრომლებმა დედა ჯერ რამდენიმე საათი ალოდინეს, ბოლოს კი უთხრეს, რომ მისი შვილი ზუგდიდის ციხიდან ქსნის საპატიმროსკენ ჯერ კიდევ დილის 6 საათზე გაამგზავრეს. არადა ამ დროისთვის პატიმარი კალანდია უკვე გარდაცვლილი იყო, რის შესახებაც ზუგდიდის ციხის თანამშრომლებს შეუძლებელია არ სცოდნოდათ. ყველას გეგვეცებით გემედრებით იმას, რომ მე ვარ მოხუცებული 75 წლის უბადრონო დარჩენილი და ჩემი შვილის მგლელი დაასაჯოთ, ექიმის დაასაჯოთ, რომელმაც მე დამცინა და მითხრა, რომ შენი შვილი კარგად არისო. ამ დაზიანებებს მანქანიდან, ან დაუშვათ საკუთარი სხეულის სიმაღლიდან ერთჯერადი დაცემით, პიროვნება ვერანაირად ვერ მიიღებდა. კალანდიების ოჯახი უფროსი შვილის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების ობიექტურ გამოძიებას მოითხოვს. ამ მიზნით ოჯახმა გარდაცვლილი სხეულზე არსებული დაზიანებების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა გადაიღო. დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის დირექტორი ალექსანდრე გეჯაძე ამბობს, რომ დაზიანებები არა რაიმე პათოლოგიის ან ავადმყოფობის, არამედ დაწვით და ჩარტყმით არის გამოწვეული. ყველა ეს დაზიანება ხანდაზმულობის დროის ერთი პერიოდის არის, ანუ ერთ პერიოდშია განვითარებული. რაც შეეხება ნაჭტევებს, რომლებიც განლაგებულია ცხვირზე, ჩუბზეც და ორივე, ასე ვთქვათ, ხელის მტევნის მიდამოებშიც, ეს დაზიანებები მკვრივი ბლაგვის საგნის მოქმედების შედეგია.
ზუგდიდის სასჯელ აღსრულების დეპარტამენტის ნომერ 4 დაწესებულების უფროსთან შეხვედრა კალანდიების ოჯახმა პატიმრის გარდაცვალებიდან მეორე დღესვე ითხოვა, მაგრამ დაწესებულებიდან მათთან შესახვედრად არავინ გამოსულა. რამდენიმე საათიანი ლოდინის შემდეგ ოჯახში ქსნის ციხიდან უმცროსმა შვილმა, ასევე პატიმარმა, მამუკა კალანდიამ დარეკა და დედას და დას გაჩუმება მოსთხოვა. დედაო, ისო ყველაფერი არის დაანგრიო ჟურნალისტებს თავი განებეო დედაო, წყნარად მოიქეციო, მე მითხრეს რომ შენი ძმაო, ძმას გულმა უღალატაო. უფროსი შვილის მოულოდნელი გარდაცვალებით, ციხის ადმინისტრაციის გულგრილობით და ოჯახის წევრებზე დაუფარავი ზეწოლით შოკირებულმა კალანდიებმა პროტესტის შემზარავ ფორმას მიმართეს. დაღუპულის ცხედარი დასაფლავებამდე ზუგდიდის ციხესთან მიასვენეს. იმიტომ რომ ყველას დაენახა მაგის სახე, მაგის დამტრეულის სახე, მაგის ყველაფერი ამიტომ. აფექტის მდგომარეობა ფაქტიურად, როდესაც ასე ვთქვათ, უბედურებისგან და ტანჯვისგან უკვე ვერ აკონტროლებს შენ ქცევას. გამოუვალი მდგომარეობა. უნდა იყოს, არ ვიცი, რაღაცა რადიკალური ზომები და კანონები მიღებული, რომ გამოსწორდეს ასეთ მდგომარეობა, სადაც პატიმარს როგორც ეტყობა, ნასახიც კი არ აქვს რაიმე უფლებებისა. ოფიციალური საექსპერტო დასკვნა, რომელიც პასუხს გასცემს კითხვაზე, რა გახდა პატიმარ მურმან კალანდიას სიკვდილის მიზეზი ერთ თვეში იქნება. სასჯელ აღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო კომენტარს არ აკეთებს. სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ელექტრონული პოსტით გაგზავნილ კითხვებზე პასუხის გაცემას დაგპირდა, თუმცა უშედეგოდ. არა, სამსახურში ჩვენ თავისუფლად ვეთქვი. და რა დაბრუნდება ახლა კონექტებია ნახავთ საუბრდება. როგორც ქნევათ ეს ბოლომდე ნახავთ. ვარდების რევოლუციის შემდეგ საქართველოს ციხეებში პატიმრების რაოდენობა კატასტროფული სისწრაფით იზრდება. თუ 2004 წელს ციხეებში 6654 მსჯავრდებული იხდიდა სასჯელს, 2011 წლისთვის ეს რიცხვი გაოთხმაგდა. 1 იანვრის მონაცემებით ციხეებში უკვე 23684 პატიმარია. გასულ წელს საქართველოში ყოველ 100,000 ადამიანზე 527 პატიმარი მოდიოდა და ამ მაჩვენებლით საქართველო ევროპაში მეორე, სოფლიოში კი მე-6 ადგილზე იმყოფებოდა. პატიმართა შორის სიკვდილიანობის რაოდენობით კი საქართველომ ლამის ორჯერ გაუსწრო ევროპის ქვეყნებს. საბოლოო ჯამში ეს არის დაშინების მეთოდი საზოგადოების, რომ იცოდე რა მოგელის იქ. და თუ ეს ყველაფერი მართალია, არ ვიცი, ძალიან ცუდ სახელმწიფოში ცხოვრობთ მაშინ. ევროსაბჭოს მონაცემებით, ევროპის კონტინენტზე პატიმართა სიკვდილიანობის საშუალო დონე ყოველ 10,000 პატიმარზე გადაანგარიშებით 33.2 ტოლია. მაშინ როცა საქართველოში აღნიშნული მაჩვენებელი 53.3 აღწევს. 2006 წელს საქართველოს ციხეებში 89 პატიმარი გარდაიცვალა. 2007 წელს 101 პატიმარი, 2008 წელს 90, 2009 წელს 91 პატიმარი. ყველაზე შემზარავი იყო 2010 წელი, როცა მინისტრ ხათუნა კალმახელიძის უწყებამ ახალი რეკორდი დაამყარა. 142 გარდაცვლილი პატიმარი. საქმეების უმრავლესობა გამოძიებული არ არის. გამოძიება უმეტეს შემთხვევაში არასათანადოდ წარმოებს და ძალიან ხშირად არის დროში გაწელილი და შედეგს არ იძლევა, ძალიან ხშირად დაგვიანებით ტარდება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზები, როდესაც უკვე პატიმარს აღარ ეტყობა არანაირი დაზიანების კვალი და აზრიც აღარ აქვს იმ ექსპერტიზის ჩატარებას. წელს პირველი 6 თვის მონაცემებით 77 პატიმარია დაღუპული. დაზუსტებულ ინფორმაციას 2011 წელს ციხეებში სულ რამდენი პატიმარი გარდაიცვალა, სახალხო დამცველის ოფისი მხოლოდ მომავალ წელს გამოაქვეყნებს. ასეთი დაგვიანების მიზეზი სასჯელ აღსრულების სამინისტროს ბოლო წლების პოლიტიკაა, რომელიც სიკვდილიანობის სტატისტიკის შემცირების მიზნით შეგნებულად ბლოკავს ინფორმაციის გაცემას, ან უკვე მომაკვდავი პატიმარი ციხიდან სამედიცინო დაწესებულებაში გადაჰყავს. ივნისიდან მოყოლებული ჩვენი ინფორმაციით მინიმუმ კიდევ 4 პატიმარია გარდაცვლილი, რომლებიც საეჭვო ვითარებაში დაგვიანებული სამედიცინო ჩარევის და ციხის ზედამხედველების ძალადობის შედეგად დაიღუპნენ.
ვარდების რევოლუციის შემდეგ პირველი ხმაურიანი გაელვება კონფორმისტული თანამედროვე ხელოვნების ფონზე. ბაკის პარკის ლიდერის ახალი საპროტესტო სიმღერა უკვე გახდა პოპულარული. რამდენად ადეკვატურია ხელოვნება ქვეყანაში არსებული რეალობის მიმართ? სად არიან წვიმის მუსიკოსები? როგორც აღმოჩნდა, მათი უმეტესობა რევოლუციის შემდეგ სახელმწიფო დაფინანსების ხარჯზეა და გასაპროტესტებელსაც ვერაფერს ხედავს. ათიანების მეორე ნახევრის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქართული როკ ჯგუფი იატაკ ქვეშეთიდან იატაკ ქვეშეთში ბრუნდება. ვაკის პარკის ახალ ალბომს Underground-ი ერქმევა. 2004 წლის შემდეგ ეს ჯგუფის პირველი ალბომი იქნება და მასში მხოლოდ საპროტესტო სიმღერები შევა. საფანტის წვიმის, უიღბლო ქალაქის შრომის ბირჟისა და ბრძოლა წესების გარეშე ავტორის გზავნილი ამჯერად უფრო მკვეთრი და კონკრეტულია. ამ სიმღერის იდეა დაიბადა, როდესაც ერთ-ერთ ქალაქის კედელზე სამწუხაროდ არეშვება ამას ხალხი, მისასხურებელი საღებავით ეწერა მშია და შემდეგ მეც ასე შემდეგ. მის სამღერში უკვე გასაგები არის, რომ მშია დამწყურია სამართალი, ესე გრძელდება სიმღერა. რაც შეეხება გასტრონომიულ შიმშილს, ესეც ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულეს ამოძახილი არის. ჩავთვალე, რომ ძალიან სერიოზული ნიშა არის, ისედაც არის როგორც მუსიკოსმა, გარდა იმისა, რომ ეს არის ჩემი სატკივარი, სუფთა მუსიკალური თვალსაზრისით და ძალიან სერიოზული სიცარიელი არის აი ამ სწორედ სფეროში. ნიშა, რომელზეც ვაკის პარკის ლიდერი საუბრობს თანამედროვე ქართულ ხელოვნებაში, ბოლო 8 წელია აღარ არსებობს. მწერალი ლაშა ბაქრაძე ამბობს, რომ ქართველი ხელოვანების დიდი ნაწილი აბსოლუტურად მოწყვეტილია იმ რეალობას, რომელშიც სინამდვილეში ცხოვრობს. მე ავიღებდი მაგალითად სოციალურ თემებს, რომლის შესახებაც სამწუხაროდ მე ვერც წიგნს ვერ ვკითხულობ, ვერც ფილმს ვერ ვხედავ და მით უმეტეს სახვით ხელოვნებაში ეს თითქმის არ ჩანს. ვარდების რევოლუციის შემდეგ რობერტ სტურუამ ჯერ სტიქსი დადგა. სპექტაკლში ორი ახალგაზრდა ბებერ მმართველს ზალაუფლებას ართმევს, შემდეგ კი თავად ხდებიან დიქტატორები. მოგვიანებით სტურუასეული ჯარისკაცი, სიყვარული, დაცვის ბიჭი და პრეზიდენტი დაიდგა. კოსმოპოლიტის სტურუაძელს რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობიდან ქსენოფობიის ბრალდებით დაითხოვეს. ქართულ კულტურაში კი როგორც პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, ახალი ეტაპი და ჟანრი დაიწყო. ბათუმში დავით დოიაშვილმა მიუზიკლი ქეთო და კოტე დადგა. მთელი თეატრალური რეპერტუარი აგებულია რაღაც გასართობ ბურჟუაზულ სანახაობრივ ელემენტებზე.
არც ერთ თეატრში მე ძალიან იშვიათი გამონაკლისს გარდა და არ მინახია სოციალური პრობლემები. ანუ სოციალურ პოლიტიკურ თეატრი ფაქტიურად აღარ არსებობს. მაშინ როცა ამის შესანიშნავი კარგი პირობები არსებობს და არის. თუ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იტალიურ კინოში ვისკონტის, როსელინისა და დესიკას ნეორეალისტური კინოშედევრები დაიბადა 2008 წლის რუსულ-ქართულ ომზე, რომელსაც 500-მდე ქართველი და ქვეყნის ტერიტორიის 20% შეეწირა, სახელმწიფოს დაკვეთით და ქართული მილიონებით აგვისტოს 5 დღე გადაიღეს. ფილმი კარიკატურა ომზე, რომელსაც რეალურ ომთან არავითარი საერთო არ აქვს. არ მოგწონს და ამისათვის არსებობს ელემენტარული მონაცემები, რომლის მიხედვითაც შეიძლება შემოწმდეს ეს ფილმი მართლაც. ამ ფილმმა გაამართლა თუ არ გაამართლა, არსებობს მონაცემები, რომელიც გვეუბნება, რომ ძალიან ცოტა მაყურებელი ყავდა მაგალითად ამ ფილმს ამერიკაში, ხო? რაც ძალიან ადვილი საშუალება იმის, რომ შემოწმდეს ამა თუ იმ ნაწარმოების მიზანდასახულობა და რამდენად შეასრულა ის მიზანი, რაც ჰქონდა. მაშინ როცა წელს ვენეციის ბიენალეზე აზერბაიჯანელმა მხატვარმა აიდან სალახოვამ საკუთარი ნამუშევრებით აზერბაიჯანის მმართველი რეჟიმის აღშფოთება მოახერხა, ქართულ პავილიონში ისევე როგორც წინა წლებში პრეზიდენტ სააკაშვილსა და მოქანდაკე თამარ კვესიტაძეს შორის სრული პოლიტიკურ სახელოვნებო იდილიას უფევდა. მე ვფიქრობ, ეს სუნთქავი ქანდაკება ჩვენ უნდა დავდგეთ პარლამენტის შენობის შიგნით, პარლამენტარების დასანახავად. ახალი პარლამენტის შენობის შიგნით, რათა თუ კარგად მოусმენ, ეს ხალხი რაღაცას ლაპარაკობს. და პარლამენტარებს მუდმივად უნდა ესმოდეს ხალხის ჩურჩულიც კი. ერთი ბილეთი სოხუმამდე. და ჩვენ რომ ერთად ვარ თეთრი ვარდები. რა მოხდა ეს ძველი კლასის, ინტელიგენციის კლასის როგორც ძველი პარტოკრატიული ინტელიგენციის როგორც ესენი ეძახიან, იმის განდევნა მოხდა და მას ჩაენაცვლა ახალი ინტელიგენცია, უბრალოდ ახალი მუსიკოსები, ახალი დროის ხელოვანები, რომლებსაც კი ვერ უწოდებ და ალბათ ძალიან გაბრაზდებიან, რომ თქვა, რომ პარტოკრატი ხარ და თქვა პარტიული ელიტის მხარდამჭერი, მაგრამ წინაპირში ესე მოხდა. ანუ წავიდა ახალი ელიტა და მოვიდა ახალი ელიტა, რომელიც მხარდამჭერი და ომის დაფინანსდება რეგულარულად რაღაც ფონდებიდან, პრეზიდენტის ფონდებიდან და ასე. წვიმის მუსიკოსების უმრავლესობა, რომლებიც 2003 წლის ნოემბერში რევოლუციის ცივ და წვიმიან დღეებში უკეთესი მომავლის იმედით ცველდებოდა, დღეს თავს კომფორტულად გრძნობს. სუმბას და ნიაზდია სამიძეს ფოლკლორის ფესტივალი არტგენი აბარიათ. აჩიკო გულედანსა და ბახო ბაბუნაშვილს კი ალტერ ვიჟენი. კულტურის სამინისტრო ამ პროექტებს წლებია გულუხვა დაფინანსებს. მუსიკოსებიც საპროტესტო სფერაფერს ხედავენ. თუ მეკითხები იმას, გამჩენია თუ არა ისეთი პროტესტი, რომელიც მაიძულებს მე ქუჩაში გამოვიდე და უშუალოდ ვიღვირო, ასეთ პროტესტს ასეთ მდგომარეობაში არ ყოფილვარ, სიმართლე გითხრა, მაშინაც ჩვენ ვიდექით. ვღეროდით არა იმდენად ჩვენ უფრო იქ ვიდექით ხალხის ფარდა საჭერად როგორც გარეთით და მე თქვენს დაგებულ მახეს ვამჩნევდა მაინც არ გარიდებს თავს 2003-ში რუსთაველის გამზირზე როკ ჯგუფი აუთსაიდერიც უკრავდა. ქუთაისური როკ ჯგუფის ლიდერი 46 წლის რობი კუხიანიძე თანამედროვე ქართული როკ მუსიკის ცოცხალი ლეგენდაა. რევოლუციიდან 8 წლის თავზე იგი სამეფო კარის ხელოვნების აყვავებაზე საუბრობს. ძალიან წინა პლანზე არის წამოწეული ხელოვნებას, რაც შეეხება სამეფო კარის ხელოვნება. ეს მარტო მუსიკაზე არ არის, თუნდაც შევხედოთ მუსიკა რა დღეშია. შეიძლება ვიღაცა მე არ ვიზახი, ვიღაცა კარგად ღერის, კარგად ასრულებს, ვიღაცა კარგად იღებს, მაგრამ მთლიანად მე ვერ ხედავ გინ თეატრი, გინ კინო, გინ მუსიკა, რამე ღირებულებას წარმოადგენდეს საქართველოს გარეთ.
პოლიტიკურად ცუდი სექსუალურად ხნე უმღერი ყველა გოიმს მე რეაქციას ვიწევ და რეაქცია მშობს. მე ახალ ტალღას ვიწყებ. ამბობდა ხოლმე საკუთარ შემოქმედებაზე წვიმის მუსიკოსებიდან ალბათ ყველაზე ნიჭიერი. მეფე ირაკლი ჩარკვიანი, რომელიც ყოველთვის კომპრომისული მუსიკის წინააღმდეგ გამოდიოდა. ჩარკვიანი 2006 წელს გარდაიცვალა. თუ არ მომიშორ კუჩებს არ დაგიწყავს ზას. გარდატეხა ჩემთვის იყო ნამდვილად აგვისტოს ომი. იქამდე არც ერთ საპროტესტო აქციაში, მათ შორის არც 9 აპრილს მონაწილეობა არ მაქვს მიღებული. შეიძლება გამაკრიტიკონ, ალბათ ღირსიც ვიქნები, მაგრამ ნუ ასე არის. ჩვენი გადაცემა ამით დასრულდა. ერთმანეთს ზუსტად ერთ კვირაში შევხვდებით. კარგად ბრძანდებოდეთ.